ბავშვებო, შეხედეთ რა ვიპოვეთ ოთახის კედელზე. ეს წარწერა თავად 6-7-მა დაგვიტოვა და არა მხოლოდ კედელზე. შეხედეთ რა გაუკეთა მან ჩვენ სახლს. მთელი სახლის 6-7-ის წარწერებითაა დაფარული. ჩვენის კამერებზე ვნახეთ და ახლა გაჩვენებთ. აი ისიც, ეს ნამდვილად 6-7-ის მინია. წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ რას აკეთებთ ჩვენ სახლში. ალბათ რაღაც ნიშანი დატოვა და რაღაცის თქმა უნდა. ეს ნახე? ეს მან დააწერა. მან ჩვენი სახლი მონიშნა და ახლა ის მისი ბუნაგია? რა? არა, ჩემს სახლს არ დავთმობ. ეს კვალი ახლა რომ უნდა წავშალოთ. გეთანხმები? მოდი ერთად წავშალოთ. არა, 6-7, ჩერის უკან დგას. უნდა გავაფრთხილო. ჩერი, შეტრიალდი. რაზე ლაპარაკობ? 6-7 შენს უკან იდგა. კარგი რა, ნუ მეხუმრები. არა, მართალია. თქვენს დაინახეთ? დაწერეთ კომენტარებში, თუ მაყურებელი დაწევს სამის შესახებ, მაშინ დავიჯერებ. ჩერი, შენი ხელი. ეს 6-7-ის ნიშანია. საიდან გაჩნდა? ის მოგეპარა და დაგახატა. მაგრამ რატომ? გონი რაღაც ნიშანია. მაგრამ რას ნიშნავს? მინდა ახლავე მოვიშორო. ახლავე. მიდი აბაზანაში შევიდეთ. ეს არ მუშაობს. არ შორდება. ბავშვებო, ეს ნახეთ? ეს ნიშანი უშუალო მევნითაა დახატული. რა თქმა უნდა, 6-7-მა თავად დახატა ის. ნუ ღელავ, რამეს მოვიფიქრებთ? ჩუმად. გაიგონე ეს? ზემოთ ვიღაცაა. 6-7-ია. მოდი ვკითხოთ, თუ რატომ დაგახატა ეს ნიშანი. კი, წავიდეთ. ბავშვებო, ეს ნახეთ? 6-7 ამ ოთახშია. რა მოხდება თუ ის საშიშია? თავი უნდა დავიცვათ. ერთი რამე მაქვს. აქ დამელოდე, მალე დავბრუნდები. აი ეს იარაღი ალბათ დაგვიცავს. იმედია. წავიდეთ და შევხვდეთ მას. ჰეი, 6-7, რატომ დაახატე მას ხელზე ეს? და სახლის კედლებზე? ეს 6-7 არ არის, ეს ვიღაც ქურდია. ამელკა, გამოიყენე იარაღი და გააგდე. მოიცადეთ. ბეტი? რას აკეთებ აქ? ვნადირობ, ჩემი სამიზნე 6-7-ია. ჩვენც ვეძებთ მას, ერთად ვეძებოთ. არა. რატომ? უბრალოდ ვიდეოს გადაღება გინდა თქვენ მასზე. ჩემი მიზანი კი მისი დაჭერაა. ჩვენც გვინდა მისი დაჭერა. წარმოდგენაც არ გაქვთ ეს მიმი როგორი? საშიშია. მრავალი წლის წინ ცხოვრობდა ერთი ბიჭი, რომელთანაც არავის უნდოდა თამაში. ის ცხოვრობდა 6-იანისა და 7-იანის ნომრის სახლში. ეს იყო ყველაზე საშინელი და ბნელი ქუჩა. ერთ დღეს ქალაქში ახალი პოსტალიონი ჩამოვიდა. მან არ იცოდა, რომ სახლი დაწევრილი იყო და ძალიან ახლოს მივიდა. კარი ღია იყო და შიგნით გემრიელი ნამცხვარი ელოდა. პოსტალიონი სახლში შევიდა ნამცხვის გასასინჯად, მაგრამ როგორც კი შეეხო, კარი დაიხურა და პოსტალიონი აღარავის უნახავს. აქამდე არასდროს გამიგია ეს ამბავი. ხო, ბეტი, ყველაფერი ჩვენ შესაშინებლად მოიგონე. შენ უბრალოდ არ გინდა ჩვენი დახმარება. შეიძლება მართალი ხართ, მაგრამ შეიძლება არა. ახლა ის ნამცხვარს გიცხობთ თქვენთვის. შენმა საშინელმა ისტორიებმა ნამცხვარი მომანდომა. 6-7, ის დაბრუნდა. ახლოს ნუ მიხვალთ, მე თვითონ დავიჯერ. როგორ? კარგი. ხაფანგი დავდე. ხედავთ? აი იქ. უბრალოდ ღილაკს უნდა დავაჭირო ახლა. სულ ესაა, ურჩხული დაჭერილია. ჩემი ხაფანგი, როგორ გამოვიდა ის იქედან? როგორ შანს ახალი გეგმა გჭირდება, მაგრამ როგორ? ამ ხაფანგმა სინერჰედსაც კი გაუძლო. შეხედე, საჩუქარი დაგვიტოვა. ჩაკეტილია, როგორ შეგვიძლია რომ გავაღოთ? აქ არის რამდენიმე რიცხვი. 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. რას ნიშნავს ეს? გოგოებო, მოდით აქ. ეს არის, აქ ხილაკები და განათებაა. უცნაურია. კარგად დააკვირდით. იგივე ფერებია, როგორც ყუთზე. მივხვდი, თუ სწორ ღილაკს დავაჭერთ, საჩუქარს დავხსნით. 6-7 არის ლურჯი. ასე რომ ჩვენ აი ამ ღილაკს უნდა დავაჭიროთ. შეცდომა?
გამორიცხულია. ან იქნებ ამას დავაჭიროთ? შეხედეთ, ერთი შუქი აინთო. როგორც ჩანს, ამჯერად სწორად გამოგვივიდა. რიცხვები თანმიმდევრობით უნდა იყოს დალაგებული. ჩვენ დავაჭირეთ 0-ს. ახლა უნდა დავაჭიროთ 23-ს. სწორია. შემდეგი არის 4-5. და ახლა ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი 6-7. იმუშავა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. და არის გასაღებიც. მოდი გავხსნათ ეს 5 და ვნახოთ რა არის შიგნით. ეს საშიშია, ეს საჩუქარი 6-7-მა დაგვიტოვა. მაშინ რატომ ამოხსენით გამოცანა? გასაღები ახლა ჩვენ გვაქვს უსაფრთხო ადგილას თავად გავხსნი ამას. და სად მიდიხარ? შენ ამ საჩუქარს არ წაიღებ. კარგი, გახსენით, მაგრამ თუ რამე მოხდება, თქვენი ბრალი იქნება. გასაღები ჯდება. ახლა ჯაჭვი მოხსნათ. არ დაიჯერებთ, რა არის შიგნით? ეს ბურგერია 6-7-ით. მსგავსი არაფერი მინახავს. მოიცა, ბეტის ამბავი დაგავიწყდა? გახსოვთ რა დაემართა მას, ვინც 6-7-ის სამხრის გასინჯვა გადაწყვიტა? შენ ეს ისტორია მოიგონე, ბეტი. რა მოხდება თუ ეს ბურგერი ნამდვილად საშიშია? იდეა მაქვს, როგორ გამოვცადო. რა კოშმარია, ეს ბურგერი სხვა სიყვარულოდანაა. ამის ჭამა არ შეიძლება. აი, შეხედეთ. ფუ, ეს ავაზოზენია. არ ვაპირებ მის ჭამას. ნახოთ კიდევ რა არის იქ. შეხედე, 6-7-ის ჩიპსები. იქნებ ეს მაინც გავსინჯოთ? მოდი, შევამოწმებ. კარგი, მისი ჭამა უსაფრთხოა. შესანიშნავია. როგორ ფიქრობთ, როგორი გემო აქვს? მგონი ყველიანია. მე მგონი ბეკონისაა. რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში. ეს რა გემოა? ასეთი უგემური ჩიპსები არასდროს მიჭამია. სკანირება მაჩვენა, რომ მას დამპალი კარტოფილისა და დამპალი კვერცხის გემო ჰქონდა. შენ თქვი, რომ ჭამა უსაფრთხო იყო. ის უსაფრთხოა. უბრალოდ გემრიელი არ არის. ეს ადრე უნდა კეთვა. ნახოთ კიდევ რა არის აქ. 6-7-ის ტკბილეული. ჰეი, ბეტი, გემრიელია? თითოეულ ტკბილეულს განსხვავებული არომატი აქვს. ეს იღბლის საკითხია. მოდი, ვცადოთ. ეს კარგია. ეს ალუბლისაა. მოდი ვცადო. საშინელებაა. ძალიან ცხარეა. როგორც ჩანს, ცხარით წაკით შეზავებული კამფეტი ავიღე. არ მეკონდა რომ ასეთები არსებობდა. მეც მინდა ვცადო. ძალიან ჯავია. ეს ლიმონია. მე მიყვარს ლიმონის კამფეტები. კიდევ რა არის საიდუმლო ყუთში? ეს დისკია 6-7-ის შესახებ ფილმით. მოდი ვუყუროთ. ეს კალათბურთის მოედანია. 6-7 ზუსტად ისე, როგორც ჩვენი სახლის კედელზე. 6-7-ის წყევლამ ბურთი გააფუჭა. და ყვავილები თუ 6-7 რაიმეზე თავის ყვალს დატოვებს, მის გარშემო ყველა 67 წლის ხდება. ნიშანი უფრო საშიშია, ვიდრე მეგონა. ჩემი სახლი საფრთხეშია. სახლი დაივიწყე. მე ვარ საფრთხეში. მისი კვალი მეც მაქვს. მოიცადე, როდის მოგნიშნა მან? კარგი, კედლიდან ნიშნის წაშლა ვცადე. ის მომეპარა და ეს დახატა. ყველაფერი კამერებით დავინახე და ჩერიმ ვერც კი შეამჩნია. ეს ძალიან ცუდია. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩერი. ნიშნისგან თავის დაღწევა გჭირდება. მაგრამ როგორ? გავიგე რომ 6-7 საკუთარი ბუნაგი აქვს, სადაც ის საღებავს ამზადებს. იქნებ გვიპოვოთ რამე რომ მოვიშოროთ? სად შეგვიძლია მისი ბუნაგის პოვნა? არული კამერები გვაქვს. მოდით თვალი ვადევნოთ მას. მაგრამ ის ყოველთვის ჩნდება და ხრება კვალის გარეშე. მაშინ მას ჩიპს ჩაუდებთ. რა არის ჩიპი? მოწყობილობა, თვალთვალში დაგვეხმარება. სად ვიშოვოთ? გახსოვთ Hellfire-ის ვერტმფრენი, რომელიც ჭაობში ჩავარდა? ის, რომელსაც ტროპიტრიპამ შეუტია? გვახსოვს? ბავშვებო, გახსოვთ? თუ გამოტოვეთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და უყურეთ ამ ვიდეოს. გამოიწერეთ. იმ ვერტმფრენში საიდუმლო გაჯეტებით სავსეიდო кейსი. ჩვენ უნდა ავიღოთ ის. ჭაობში წასვლა? არა, მადლობა. იქ საშიშია. ჭაობში წასვლა არ გჭირდება. დრონს გავგზავნით და მისი დახმარებით ჩვენ ვიპოვით кейსს გაჯეტებით. მაშინ დრონს მოვიტან. ჰეი, რას აკეთებ აქ? ბავშვებო, მან ჩვენი დრონიდან ნაწილი მოიპარა. ახლა ის აღარ მუშაობს. კარგი, გოგოებს უნდა უთხრა.
6-7-მა ჩვენი გეგმის შესახებ შეიყო და დრონიდან ნაწილი მოიპარა. ჩვენ უკვე ვიცით. რა? აუდიტორიამ გითხრათ? არა. კარგი. 6-7-მა წერილი დატოვა. თუ ნაწილის დაბრუნება გინდა, ჩემი თამაში ითამაშეთ. რა თამაში? არ ვიცი. გოგუებო, შეხედეთ. ეს ფურთი ნაცნობად გამოიყურება. კი, ადრეს მინახავს. მაგრამ საათ? ვიცი, გახსოვთ დისკი, რომელიც 6-7-ის მისტერიულ ყუთში ვიპოვეთ? ვიდეოზე იყო. ზუსტად, 6-7-ს ალბათ უნდა რომ კალათფურთი ვითამაშოთ. მაგრამ სად არის კალათი? სად უნდა ჩავაგდოთ? შეხედეთ, იქ არის კალათი. მიდი ამელია, მხოლოდ 67 მსვლელობა დაგრჩა. წარმატებები, შეგიძლია იმდენჯერაც ივო, რამდენჯერაც გინდა. რამდენჯერაც გინდა კი არა, მხოლოდ 66 ჯერ. კარგი, 100 ჯერაც კი არ იქნება საკმარისი ჩემთვის. ვაუ, პირველივე ცდაზე ჩააგდე. ამბობდი ვერ შევძლებო. რა ვთქვა, დამწყებებს უმართლებთ. 6-7-მა ნაწილი დააბრუნა. ახლა შეგვიძლია დრონი შევაკეთოთ და ჭაობში გავაგზავნოთ. ბავშვებო, დრონი მზადაა. ახლა დროა ჭაობისკენ წავიდეთ. ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ტროპიტრიპამ ვერტფრენს შეუტია. ბეტიმ თქვა, რომ ჩიპი кейსშია. მოდით кейსი მოვძებნოთ. აქ მხოლოდ ბაყაყები არიან. აქაც არაფერია. აქ кейსი არ ჩანს. თქვენ ხედავთ? ბეტიმ ალბათ შეცდომა დაუშვა. სახლში მის გარეშე მოგვიწევს წასვლა. ამელკა, პრობლემა გვაქვს. ჩერი ავადაა. რა? სად არის ის? ზემოთ, მის ოთახში. ჩერი, როგორ ხარ? თავი მტკივა და ხელი მეკავება. ეს 6-7-ის ნიშნის გამოა. კარგი, სასწრაფოდ უნდა მივიდეთ 6-7-ის ბუნაგში. кейსი ჭაობში იპოვე? ყველდან ვეძებე, მაგრამ იქ არ იყო. გამორიცხულია, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქ არის. მოიცადე, გამომწერებისგან შეყობინება მოვიდა. გამომწერები წერენ, რომ ჩემოდანი ჭაობში იყო, მაგრამ მე ვერ დავინახე. ხედავ? ისევ გააგზავნე დრონი. ჩერი მდგომარეობა უარესდება. კარგი, გზაში ვარ. მადლობა დახმარებისთვის, ბავშვებო. თქვენს გარეშე ვერ შევძლებდი. ახლა ვნახოთ რა არის შიგნით. რაცია? ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბს ესენი ჰქონდა? მაინტერესებს, ისე მუშაობს თუ არა? ალო, ალო. პასუხი არ არის. ყვითელი გამორხილებელი სირენა. მაინტერესებს რისთვის არის აქ? მაშინ ირთვება, როცა Hellfire კლუბის გამიმნეს დახმარება სჭირდება. მათი დახმარება ახლობე გჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ რადიოს არავინ პასუხობს. გავაგრძელოთ, მოსასმენო წყობილობას ვეძებთ. აქ წერია, რომ შიგნით ჯაშუშური გაჯეტია. აი ისიც, ჩიპი, როგორ ვაპირებთ მის 6-7-ზე მიმაგრებას? მომესი საშუალება რომ მოვიფიქრო. ვიცი, ნამცხვარი, განამცხვარი, ჩიპს ნამცხვარში დავმალავთ და 6-7-ი შეჭამს მას. და რომ არ შეჭამოს? ყველას უყვარს ნამცხვარი, მონსტრებსაც კი. ოცდაათი წუთია ველოდებით, გონი ყველა მონსტრს ნამცხვარი არ უყვარს. იქნებ 6-7-მა არ იცის, რომ ეს მისთვისაა? მისი ყურადღება უნდა მივიპყროთ. დამეიდი ანოქს. ახლა დაველოდოთ. ამელია, შენ 76 დააწერე. 6-7 უნდა ეწეროს. მასა შეუძლია გაიაროს ჩემი შეცდომის გამოსწორების გარეშე. შეხედე, ის იქ არის. შენმა შეცდომა მიმუშავა, ამან იგი გააბრაზა, მაგრამ რას იზამს ის ამ ნამცხრით? იმედი არ შეჭამს, არ გადააგდებს. მან მართლაც შეჭამა. ახლა გავარკვევთ, სად არის მისი ბუნაგი. ჩერი, გასაკეთებ აქ? დაბრუნდი დასაძინებლად. მინდა რომ დაგეხმაროთ. ავად ხარ, დასვენება გჭირდება. ახლა თავს უკეთ გგზნობ, დავრჩები. კარგი, 6-7-ს ვაკვირდებით ჩვენ აქ. წავიდა? მისი კვალი დავკარგეთ. კარგი. ახლა მასში ჩიპი არის. ჩართეთ რადარი. რადარი აჩვენებს, რომ 6-7-ი აი ამ კედლის უკან არის. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ჩვენ იქამდე? იქნებ წარწერაა გასაღები? მოიცა, დაგავისხდოთ რა დამემართა? თუ შეეხებით, შენც ჩემსავით დაგემართება. კარგი, მაშინ როგორ შევამოწმოთ? შევეხები. ნიშანი მე მაქვს. არაფრის მეშინია. დარწმუნებული ხარ? კი. ვაუ, შეხედე. ეს 6-7-ის ბუნაგის პორტალია. ჩერი, სად ხარ? გესმის ჩემი? წარწერა გაქრა. როგორც ჩანს პორტალი დაიხურა. სამუდამოდ, მაგრამ რაც შეეხება სახლზე არსებულ წარწერებს?
Six-Seven უნდოდა რომ ხაფაკში გაგვეყო თავი. რას გულისხმობ? მან იცოდა რომ მის ბუნაგში შესვლა გვინდოდა და დრონის ნაწილები მოგცა. მართალი ხარ, როგორც ჩანს, მას სურდა რომ მისი ბუნაგვი გვეპოვა. Hey, ამელია, შეხედე, სირენა, ვიღაცას Hellfire-ის კლუბის დახმარება სჭირდება. უნდა ვუპასუხოთ? კი. ეს ამელია, გისმენთ? გოგოებო, მე ვარ, ჩერი, ძალიან მიხარია შენი ხმის გაგონება. სად ხარ? სად წახვედი? ჩერი, კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. Six-Seven-ის სამალავში ვარ. შეგიძლია ფოტო ან ვიდეო გამოგვიგზავნო? გვინდა რომ სამალავი ვნახოთ. კი, მოიცადეთ ერთი წამი. შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი. Wow, ნამდვილი Six-Seven-ის სამალავი. რა მაგარია. ჩვენ სახლს გავს, მაგრამ განსხვავებულია. ეს არის თავდაყირა სამყარო, რომელიც ჩვენს ასგავს. საშინელი და სახიფათო. ეს ნიშნავს, რომ ჩერი სასწრაფოდ უნდა გამოვიყვანოთ იქედან. ისეთი რამე ვიპოვე, რაც წარწერას აშორებს. შესანიშნავია. ახლა დაბრუნდი. არ ვიცი როგორ. არა, ის მოდის. Six-Seven-ი უკვე სახლშია. უნდა წახვიდე. გაიქეცი. ჩერი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას. ნეტავ პორტალის გახსნა შეგვეძლოს. ნეტავ, მოიცა, შეგვიძლია. ბურგერის ეს შიგთავსი მელნითაა, რომელსაც Six-Seven-ის სიმბოლოების დასახატად იყენებდა. ეს მართლაც გავს, მაგრამ როგორ გვეხმარება ეს? პორტალს ისევე გავხსნით, როგორც Six-Seven-მა გააკეთა. რიცხვი დახატულია. რა არის შემდეგი? მხოლოდ მისი შეხება და პორტალი გაიხსნება. ეს არ მუშაობს, მაგრამ რატომ? ჩერი მეს გააკეთა. ჩერის ხელზე ნიშანი ჰქონდა, ამიტომაც გამოუვიდა ეს. რას აკეთებ? ეს საშიში არის. ჩერი უნდა გადავარჩინო, როცა დაბრუნდება, ნიშას მოვიშორებ. ჩერი ამბობს, რომ მან იპოვა გზა, რომ მოეშორებინა წარწერები. კარგი, თუმცა არ ვიცით ეს იმუშავებს თუ არა. მალე გავიგებთ. კიდევ ვცდი. გამოვიდა, წავიდეთ. გაჩერდი, გინდა ჩერივით გაიჭედო? გაჩერდი, დააცადე რომ თვითონ დაბრუნდეს. ჰეი, ჩერი, პორტალი გავაღეთ, ჩვენი ხმებისკენ გამოიქეცი. შენ დაბრუნდი. დიახ, და მე ეს მაქვს. ეს საშლელია? მე დავინახე როგორ შლიდა Six-Seven-ი თავის წარწერას, მაგრამ მაგ 76 წერია. უცნაურია, არაფერია უცნაური. Six-Seven-ი საგნებს წყევლას ატებს და 76 მათ შლის. შენ შეგიძლია წაშავლო ნიშანი. დიახ, ალბათ. ჩერი. ჩერი ცუდ მდგომარეობაშია. სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ ეს ნიშანი. იმედია ეს საშლელი მართლა იმუშავებს. იმუშავა. Six-Seven-ის ნიშანი აღარ არის. რა მოხდა? ჩამეძინა? ნიშანი, ის კაქრა. გადარჩენილი ხარ. გოგოებო, პრობლემა გვაქვს. Six-Seven-ი დაბრუნდა. და ის ძალიან გაბრაზებულია. კარგი, მას ნამდვილად არ მოეწონა ჩვენი მისი ბუნაგში შეჭრა. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ის იმავე ბურგერს მიიტმევს მისტერიული ყუთიდან, ბურგერს იმ სამყაროდან. საზიზღრობაა. მის ბუნაგში ასეთი ბურგერები ვნახე, ისინი მას კიდევ უფრო ბრაზიანს და საშიშს ხდიან. არ დაუშვოთ რომ გაიქცეს. ის უზარმაზარია, ასეთ ვინმეს ვერ დავიჭერთ, იქეთ გაიხედე. აქ ვართ, აქეთ, დაიჭირეთ. რაშია საქმე? რატომ არ მუშაობს? ბატარეა დაცლილია, დასატენია. როგორ დავტენოთ? ეს იარაღი ლაიქებით არის დამუხტული, ხოლო თქვენი დახმარებით შევძლებთ Six-Seven-ის შეჩერებას. თითოეული ლაიქი ქვემეხს ენერგიით ტენის. ბავშვებო, დაგვეხმარეთ მსოფლიოს გადარჩენაში და არ დაგავიწყეთ არხის გამოსარა რომ ნახოთ მეტი მაგარი ვიდეო. ნახვამდის ყველა!